აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს საახალწლო ნობათები გადასცა და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა. სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მრავალშვილიანმა სოციალურად დაუცველმა, ომის ვეტერანმა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა მიიღეს. შეგახსენებთ, საახალწლო ნობათების დარიგების პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს კოორდინაციით საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ვაგრძელებ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის სუსტსანოვაგის დარიგების პროცესს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვესტუმრეთ აფხაზეთიდან დევნილს მრავალშვილიან ოჯახს, სადაც სიმბოლური საჩუქრები გადავეცით, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შობა ახალი წელი მიულოცო სრულიად საქართველოს და განსაკუთრებულად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. გვესტუმრენ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, დაგვასაჩუქრეს საშობაო საახალწლო ნობათით, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდით მათ. ძალიან მოხარული ვარ ასეთი იდეებით, ღონისძიებებით. ბატონმა მინისტრმა გადმოგცა საჩუქრები, მოგვილოცა ახალი წელი და დიდ მადლობას ვიხდით ამისთვის ჩვენ. ნამდვილად დიდი დახმარებაა ეს.